ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენოდნებთა ქარხანაში ადრიანი დილიდან საწარმოო პროცესის შეწყდა. მუშებმა სამუშო უბნები მიატოვეს და ადმინისტრაციის შენობასთან ხელფასის 50%-ით მომატების თაობაზე ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნა წაუყენეს. ართუჩი გამოთვლილი გაქანა. ყველა ვინც იქ იყავით წამოხვედით. ვინც იქავით სამუშაო ადგილზეවත් აქანა. ის გაბიცულებია. ყველა მგებოთ აქ. ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასის 50%-ის მომატება, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა, პირობა იყო 2 წლისი, როდესაც ხელფასის წინა მომატება იყო, რომ გადახედავდნენ ყოველწლიურად. არ შესრულდა ხელმძღვანელობისგან პირობა. ხალხი გახდა იძულებული ცხოვრების დონე როგორ ყველა მიჩერები ვართ. არის საჭირო აგრეთვე კორექტირება, იმიტომ რომ სხვადასხვა ცეხში ერთ და იგივე პროფესიაზე სხვადასხვა ხელფასებია. უნდა ჩატარდეს როგორც 50%-იანი ხელფასის მომატება, აგრეთვე უნდა ჩატარდეს ხელფასების კორექტირება, რომ უკვე არ იქნეს ერთ და იგივე პროფესიაზე დიდი განსხვავება ცეხებში ერთ და იგივე პროფესიის ხალხთან. მარტო ხელფასი კი არა განსაკუთრებით. ხალხის არის, სამუშაო უნდა ხალხი. ორ კაცი მუშაობს იმაში, სამი კაცი მაგივრად. ყველანაირი უნდა იყოს ის. აქციის მონაწილეები ხაზგასმით მიანიშნებდნენ, რომ პროცესი ხელფასის მომატების თაობაზე ქარხანაში რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და საამისოდ კომიტეტიც კი შექმნეს. მიზნის მისაღწევად ეს ფორმა მათ საკითხის მოუგვარებლობის გამო მიიღეს და მას სუფთა სოციალური ხასიათი მისცეს, ერთადერთი უპირობო მოთხოვნით, რაც სახელფასო განაკვეთის მომატებას გულისხმობს. ყველას ყველაფერი უმტკიცეთ 2 თვე, ყველამ ყველაფერი დაიმტკიცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩათვალეს, რომ ჩვენ ტყილა ვამტკიცეთ ეს ყველაფერი და არაფერიც არ დაგვიმტკიცებიაო და გამოგვიცხადეს, რომ არაფერს არ ვაკეთებთო. ანუ თქვენს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ ხელფასები უნდა მოგიმატოთ, არ მოგიმატებთ ხელფასებსო. ამიტომ გამოვედით აქ. 50% ეს არის ერთადერთი ციფრი, რომელზედაც ჩვენ ვართ თანახმა. ჩვენ გუშინ წინ ვიყავით თანახმა 25%-ზე ხელფასების მომატებაზე და 15%-იანი საპრემიო სისტემის ფორმულის შექმნაზე. ამაზე მაგენი თანხმობით მოდიოდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს. ახლა რადგან მაგენმა გადიფიქრეს, ჩვენც გადავიფიქრეთ და ვეუბნებით, არავით არის საპრემიო სისტემა, არავით არის მცოცავი ხელფასი, არავით არის ამერიკული ფორმულა, გვინდა ქართული, იმერული გასაგები ფორმულა, ხელფასი გვინდა 50%-ით გაზრდილი, რაც ახლა გვაქვს იმასთან შედარებით. თან 1 ივლისიდან აუცილებლად რომ აგვისტოში ჩემმა მეგობრებმა სულ აიღოთ 50%-ით მეტი ხელფასი, ვიდრე დღემდე იღებდნენ. მე ყოველ შემთხვევაში აქ ვაპირებ მანამდე დგომას, მარტოს რო დავრჩეს სულ, სანამ არ მივიღებ 50%-ს. აქციის მონაწილეებსა და საწარმოს ადმინისტრაციის ურთიერთობის დარეგულირებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ცდილობდა. ის თითქმის მთელი დღის განმავლობაში მოვლენების შუაგულში იმყოფებოდა. ჩვენ ამათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას მხარს უჭერთ, რა თქმა უნდა, რომელი ადამიანი გამოვა ხა იტყვის და ნორმალური რომ სოციალური პირობები არ გაუმჯობესდეს, გინდა ზესტაფონელი იყოს, გინდა თბილისელი და გინდა ბაღდადელი, ხო? ჩვენ ამათ მოთხოვნებს მხარს უჭერთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ გამოიხატება იმაში, რომ ბუკვალურად ეს ასე ასრულდება. ეს იქნება აუცილებლად განხილვის საგანი. დღეს ახლა მიმდინარეობს ჩვენი მოთხოვნითაც და ამ ხალხის მოთხოვნითაც ჩამოვიდნენ პარტნიორები ამ ორგანიზაციის დასყდნენ მაგიდასთან და საუბრობენ როგორ გადაწყვეტონ ამათი მოთხოვნები, ჩვენც ველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ისინი გამოვლიან და ხალხს გააცნობენ. რა თქმა უნდა, ეს საერთოდ განხილვის საგანი იქნება, ან მოეწონებათ ამათ, ან არ მოეწონებათ, რაღაც შეთანხმებაზე უნდა მივიდეთ. ამიტომ ვარ ჩვენც აქ და ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვხატავთ თავიდან ბოლომდე მე როგორც მოქალაქე და როგორც თანამდებობისპირი ზესტაფონელი ამ პატიოსანი ხალხის მოთხოვნას. ამ პერიოდის განმავლობაში ადმინისტრაციაში ქარხნის ერთ-ერთი აქციონერი რომან ფიფია მივიდა, რომელიც მოგვიანებით მუშებს იმ წუთებისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიუტანა სახელფასო განაკვეთის 35%-ით მომატებისა და 10%-იანი პრემირების შესახებ. ძალიან დიდი დისკუსია რატო არ ჩამოვედით აქამდე თქვენთან აქ, რომ მოვედი იმის მერე. იყო ამის თაობას. მე მგონია, რომ მე მივახციე ამ შეთანხმებას, რომ გაგიზარდოთ 35%-ით გაიზარდოს ხელფასი. ეს პრემია 10%. მომისმინეთ ბიჭებო, დაფიქრდით რა. იმიტომ რომ ეს არ არის ცოტა. მე გეუბნებით, რომ პრემია 10%, 35% ხელფასი. ეს არის ის მაქსიმუმი, ხალხო გეუბნებით, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს რა. ეს არის კარგი მომატება დღეს, მაგრამ ბაზარიც ხო ხედავთ $1000 ღირს უკვე.
როგორ უნდა მოგიმართოს, რა გააკეთოს, უნდა დაშალოს მაშინ ეს ქარხანა კაცმა რა. მიიღეთ ეს, მე გეუბნებით, რომ ეს არის ნამუშევარი სიტუაცია რა. ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოლაპარაკება მუშების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პიკს აღწევდა, როცა აქციაზე კოალიცია ქართული ოცნების წარმოადგენელი გუბას სანიკიძე თანამოაზრეებთან ერთად გამოჩნდა. ამ დროს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. კაფიცული მუშები კი კვლავ და კვლავ აქციის აპოლიტიკურობაზე საუბრობდნენ. ხელფასი ყველა ცეხში ერთნაირად განსაზღვრული არ არის. ყველა დაბალი ხელფასი გვაქვს ჩვენ მაგალითად წედების უმაზრო რომ მუშაობ. აი იქიდან გვაძლევს ჩვენ პროცესს. მაგრამ ჩვენი გამომუშავება უკვე და ჩემი ამბავი ეს ამ ხელფასში არ შედის. რო გადაიანგარიშოთ. გამოგდის კაპიგები. სხვა ცეხებში უკვე მიდის 800-900 ლარი. ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგ. და ჩვენ კიდე ერთ ამას ვამბობ. აი მომართოთ ყველა მაყურებელი. ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური სარჩელი, რომ დაუდვათ ამას ყველამ. ეს არის ჩვენი ოჯახური საქმე. ამას ჩვენ გადავწყვიტავთ თვითონ აგერა. არ მინდა მეცხრე არხი იქნება, ის იქნება, NTV თუ ჟანდაბა იქნება. არ მინდა ეს ჩვენ ოჯახურობა ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ და არ მინდა რომ პოლიტიკურობაში გადიზარდოს ეს ამბავი. დღის 4 საათისათვის რომან ფიფია აქციის მონაწილეებთან უკვე მეორედ გამოჩნდა და ქარხნის მეპატრონეების შეუცვლელი პოზიცია გაახმოვანა. 95+10 ეს ციფრები საწარმოს აქციონერებსა და აქციის მონაწილეებს შორის კონსენსუსის მიღწევის საფუძველი გახდა. ყველაზე დიდი უბედურება აი ამ მართველი ბიჭების არის, რომ თქვენთან არ ქონდათ კარგი კომუნიკაცია. გეუბნებით ამას და ამას გამოვასწორებთ. მე როგორ გითხრა? ესე იგი დაიწერება ბრძანება, რომ 35% ჩვენ ახლა მივიღებთ ხელფასებში. კი. მეორე ფიქსირებულ ხელფასში. ფიქსირებულ სატარიფო გამაკვეთში. ერთი წუთი. თქვენ ამბობთ და ამბობდით, რომ 10% პრემიალური სისტემის ანაზღაურებას ჩვენ მივიღებთ. მიუხედავად იმისა, ჩვენ გეგმას შევასრულებთ თუ არ შევასრულებთ, თუ როგორ არის? პრემიაზე მაპატიე, ხო იცი ფეხბურთში როგორ არის? თუ არ თამაშობ და არ იგებ, პრემიას არ ღებულობ. გასაგებია. ამიტომ ისედაც და ასე, რა გაგიჩვენო, არის ნორმები? დიახ. ამ პრემიის მიღების. დიახ. როდესაც ეს შესრულდება, მიიღებ. 35%-ს ღებულობ. ისედაც და ასე. მე შემიძლია ეს ამ პრემიის დებულება. გავიარო კონკრეტულად რაღაც ჯგუფთან. და იქ დაუჯდეთ და გავიაროთ ეს. ასე ეს ვერ მოხდება. ესე რაც მოხდება, არის 35%-ის ჩაწერა. დიახ. და პლუს 1 10%-იანი პრემიერების სისტემის შესახებ ჩავწეროთ ამ ქაღალდში, დებულება იყოს გადასინჯული. აქციის მონაწილეებმა სხვათა შორის რომან ფიფია სისტემაში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც მიანიშნეს. თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი უკვე, რომ თქვენ რაღაც გარკვეული თანხა დავალებები გაეცით, თანხა დახარჯეთ, მეოთხე საამქროში გაზგაწმენდის სისტემა აღვადგინეთ და ზესტაფონი აღარ იწამლება. ზესტაფონი უარესად იწამლება, გეუბნებით. ამიტომ ღუმელები უფრო ცუდად მუშაობს, ამიტომ აქ არიან მეოთხე საამქროს მეხუმელეები მიდგანან გარშემო და არავინ არ მომცემს ამის თბილის თვისუფლებას. მუშაობს ყველაზე ცუდ რეჟიმში, რომელ რეჟიმშიდაც შეიძლება ის მუშაობდეს. აქედან გამომდინარე, მე თქვენ გთხოვთ, თქვენ ამაში შეიძლება თვითონ ვერ გაერკვიოთ, მაგრამ აქ არსებულ ქარხანაში არსებული კადრების გამოყენება არ იფიქროთ. იმიტომ რომ ესენი არ არიან ის ხალხი, რომელიც თქვენ სიმართლეს გეტყვიათ. გარედან მოვიწვიოთ ვინმე სპეციალისტები, მოვიყვანოთ და ვნახოთ მუშაობის პროცესში ის მე რასაც გითხარით, ახლა ბართალი ვარ თუ არა.